სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. ახახანს გარდასულ დღესასწაულებს ფერიცვალებისა და იძინებისა საუფლო დღესასწაულებს წმინდათა შორის მამისა ჩვენისა და დიდი ღვთისმეტყველისა გრიგოლ პალამას მიხედვით ვეცნობოდით. გასულ 4 შაბათსაც მისი სწავლების და მიხედვით გავეცანით სიტყვას ლოცვისა და გულისმიერი სიწმინდის შესახებ. ამჯერად დღევანდელ კვირიაკეს კვლავ ამ წმინდა მამის სიტყვა მინდა მორიგი წარმოგიდგინოთ. საერთოდ ხედველობაში მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ვფიქრობ თარგმნით რა მის ამა თუ იმ სიტყვას კრებული გამოვცეთ ამ წმინდა მამის ღვთივშთაგონებულ და ღვთივგამგრძნობილ ქადაგებებისა. დღეს მას მინდა სიტყვა წარმოგიდგინოთ ამ წმინდა მამისა საღვთო ენერგიებზე. ღმერთი თავისი არსით, ბუნებით არის მიუწვდომელი. არათუ წმინდა კაცთაგან ჩვენზე რა გაითქმის სოდვილებზე, არამედ თვით მეორე ნათლად წოდებულ ანგელოსთაგანაც. მაგრამ სურდა და ნამეტავი თავისი სიხარულისა, სიტყვოებისა, სინათლისა და სიბრძნისა რაიმე კფრილებისათვის გაეზიარებინა, მან შექმნა ანგელოზნი და კაცნი. და აი საღვთო ენერგიების მიერ სწორედ წარმოდგენას უქმნის ეკლესიას და ქრისტეს ერთს, მაშას ადამე, ასე როგორც ანგელოზებს, მის ღვთიურ თვისებებზე. როგორც უკვე ვთქვით, მისი არსის შეცნობა ყოველად შეუძლებელია რაიმე კფრილებისათვის, თვით ყველაზე უფრო განსფენდილთათვის. მაგრამ ღმერთზე წარმოდგენა შეიძლება შეიქმნას ანგელოზმაც და წმინდა ადამიანმაც. ხოლო ეკლესიის მიმართ მიცემული გამოცხადებების და სწავლებების მიხედვით თითოეულმა ჩვენთაგანმა შეიძლება წარმოდგენა შეიქმნოს ჩვენაირმა სოდვილებმა, რაც აღანთებს ჩვენში სწრაფას ღმერთის მიმართ. საერთოდ ყოველ ადამიანში ჩადო, როგორც ხშირად გვითქვამს, უფალმა ღმერთმა, შემოქმედმა ღმერთმა სწრაფვალ ტოლვა ღვთისაგენ. მაგრამ იმისათვის, რომ თანავეზიაროთ ღვთიურ საიდუმლოებებს, მის ნათელში შევიდეთ საბოლოო საუკუნო სასუფეველში, საჭიროა რომ გავისარჯოთ დედამიწაზე, ვიღვაწოთ, ასე ვთქვათ, ყველა იმ საშუალებით და გზით, რომელიც ვასავა სულიწმინდამ. დაგვიარსა რა ქრისტემ თავის ხსნელებებში წმინდა ეკლესია, დაასხა მას საეკლესიო საიდუმლოები, სხვა წესგანგებულებანი და სულიწმინდის მიერ და ღვთისგან გამგრძნობილ მამათა მიერ მოგვცა მრავალი სულიერი ცხოვრების მრავალ ნიუანსზე წარმოდგენა. მას მოდით ყური მივუყრათ ამჯერად წმინდა მამის სიტყვას ღვთიურ ენერგიებზე. ღვთიური ენერგიები ეს იგივე ღვთისმადლია, ღვთისძალა არის. როგორც ღვთივდიდებული პავლე ამბობს, ღვთისგან გამგრძნობილი მადლი ერთი და იგივეა, მაგრამ განყოფანი ნიშნანი სხვადასხვა. ეს იქნება ღვთისიტყვის მახარებლობის, კურნების, შეწევნის თუ სხვა, ეს ნიჭები ყველანი ესენი არიან, შეადგენენ ღვთისმადლს. მზე მოუკლებელად გადასცემს სინათლესა და სითბოს იმათ, ამბობს წმინდა გრიგოლ პალამა, ვინც თავის სახესა და ხელებს მიუპყრობს მის სხივებს, შედარებას აკეთებს შესავალშივე. ვისაც უნდა რომ მზეზე გათბესო, სახე და ხელები უნდა მიუპყრას, სხეული საზოგადოდ თავისი. და მხედველობაში აქვს დაუღამებელი მზე ქრისტე მაცხოვარია, თანა მამი და სულიწმინდი თუ. მსგავსად ამისა, ღვთის ენერგიები გადაეცემიან ადამიანს, რომელსაც მასთან სურს თანაზიარება. ესე იგი, ვინც თავის სულს, გულს, მთელ თავის არსებას მიუპყრობს ღმერთს, გათბება მისგან, ანუ საღვთო ენერგიების მიერ მიიღებს ღვთიურ სიტყვას, სიტყვებას, სინათლეს, სიბრძნეს და ყოველივე რაც ახლავს ხელთუქმნელ ნათელს.
და წარმოდგენა ექნება ღმერთზე, როგორი არის ის, თუმცა წმინდა მაები ამბობენ, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ადამიანურ სიბწყეში, ადამიანური სიტყვით ვამბობ, რომ ღმერთი არის სიყვარული და ასე იწყება იოანესაგან სახარება, რომელიც უდიდესია და უპირველესია ღვთისმეტყველთა შორის, მაინც ჩვენ ვერ გამოვხატავთ არსებითად ღვთის ბუნებას. წარმოდგენა გვექნება, მაგრამ კერძოდ რა არის ღმერთი, ვინ არის იგი, სისავსით ამის შეცნობა ადამიანს არ ძალუძს. აი როგორც მოსე, ელია და სხვები ითხოვდნენ, რომ ღმერთი შვენებოდა, მისი დიდება ეჩვენებინა, რა უთხრა თავის ურჩეულებს, მე ვიტყოდი, რომლებიც გამოეცხადნენ დიდებით, რომელიც მათ აქ უნდათ უკვე შეძენილი ღვთისაგან, თაბორის მთაზე ფერი ცვალების ჟამს. შეუძლებელია ადამიანმა მიხილოს მე და დარჩეს ცოცხლებში. აი როგორც ვკითხულობთ წმინდა წინასწარმეტყველთა წიგნებში ესაიასთან, ეზეკიელთან, სხვებთან, ღვთიური ანგელოზები და პირველყოვლისა პირველი ტრიადის ანგელოზები, სერაბინ, ქერაბინ, საყდარნი უახლოვდებიან რა უფალს, ესე იგი ფრთებით იფარავენ თვალებს. მათ არც ფრთებია, არც თვალები, ამას თავისი სიმბოლურ ალეგორიული მნიშვნელობა აქვს, რად ეშვენებიან ამგვარად წმინდა ადამიანებს ეს ანგელოზები. ამით ანთროპომორფულად შეიძლება შევიტყოთ, რომ ისინი ვერ ბედავენ ღვთიურ დიდებას შეხედონ. თუმცა მეორე ნათელი არის, როგორც შესავალში ვთქვით, მაგრამ ვერ მიხედვენ ღმერთს, მის დიდებას. გარდა მაგის, ამით გამოხატავენ თავიანთ თამდაბლობას, რომ ღირსი არ არიან, უჭრებდნენ ღვთიურ ნათელს. მას გამოხატავენ ერთის მხრივ თამდაბლობას, მეორეს მხრივ იმას, რომ მიუწვდომელია ღმერთი და თვალჩეუდგამი. ესე იგი, როგორც მზეზე გათბობა უნდა ადამიანს და მიუპყრობს ხელსა თუ სახეს, ანუ ტანს, მსგავსად ამისა, ვისაც უნდა რომ ღმერთს უჭრებდეს მეტნაკლებად, შეიცნობდეს მას, ასე თუ ისე, ამისთვის საჭიროა მასთან თანაზიარება. მანამდე უნდა გაესარჯოს, იღვაწოს, ნებისმიერს არ არიჭერს თვითწმინდანთა შორის. მან ყოველივე უმწყის, რაც კაცია, მან იცის შინაგანი ადამიანი, ამა თუ იმ ადამიანის როგორი და ამა თუ იმ წმინდა ადამიანს, ამა თუ იმ მისი ინდივიდუალური პიროვნული თავისებურებების და მიხედვით აძლევს სული წმინდის ამა თუ იმ ნიჭს. არა ზერელეთ, არა ერთბაშად, არა ჰარიჰარალოდ, არამედ შინაგანი ადამიანის მიხედვით, როგორც გრიგოლ პალამავი ამბობს წმინდანებს, სხვა სიტყვაში წმინდანებზე, ესე იგი თვითონს საღვთო ენერგიებს ანიჭებს მათი თავისებურებების და სულიერი მდგომარეობის და მიხედვით. ესე იგი აძლევს იმას, რისი დატევაც ძალუძს. და გარდა მაგისა, რამდენადაც პავლე მოციქული გვასწავლის, რომ თითოეულ სესათვიის ნიჭები ღვთის, ანუ საღვთო ენერგიები ენიჭება არა მარტო საკუთარი სხონებისათვის, არამედ სხვების სულიერი აღშენებისათვის, ტაძრად სულიერად, ამიტომაც ითვალისწინებს არა მარტო ვისაც აძლევს მის ინდივიდუალობას, პიროვნულობას, სულიერ თავისებურებებს და ასე შემდეგ, და რა ხარისხზია სიწმინდისა, არამედ ასევე ითვალისწინებს ქრისტეს ეკლესია, კონკრეტული მრევლი, სადაც ეს ადამიანია, რომელსაც ეს ნიჭი უნდა მიანიჭოს, უფალმა ღმერთმა, ამ მრევლში რა საჭიროებაა? ჩვენ გახსენებული მოციქული პავლე ამბობს ერთსა და ორ ეპისტოლეში, რომ თვითონ თავისებური ნიჭები ეძლევა, აღაშენებდეთ სახლად სულიერად, მაგრამ განმარტებასაც იძლევა. თქვა თუ ენებით ლაპარაკის ნიჭი აქ ვისმე, მაგრამ არ არის განმარტება, ესე იგი არსებობს არა მარტო ნიჭი, ენებით, უცხო ენებით ლაპარაკისა უსწავლელად, არამედ ენების განმარტებისა, თუ არ არის განმარტებელი, მაშინ არ უნდა ილაპარაკოს ენებით. თუ არის იქ წინასწარმეტყველება, წინასწარმეტყველებას მისცეს უპირატესობა. ამ და იმ ყველა შემთხვევაში ერთი აზრი არის და შედეგი უნდა იქნას, რომ ადამიანები მიიღონ სულიერი სარგებლობა და აღეშენონ, როგორც იგივე პავლე ამბობს და ვთქვით, სახლად სულიერად. ეს არის დიდი სიბრძნე ღვთისა, ეს არის ღვთის განგებულება. ერთადერთი რაც ადამიანს დარჩენია, ეს არის სრული მორჩილება ღვთიური განგებულებისა, სიბრძნისა და მისი მსრულველობისა ადამიანზე. მარტოდენ მათ, ვინც ამ ღვთიურ სინათლეს შეეხო, ძალუძს მადლის თანაზიარი გახდნენ.
სულიწმინდის ნიჭები, მადლი როგორც ასეთი საწინდარად ყველას გვეძლება წმინდა ემბარში, ნათლობის დროს, მაგრამ გზა და გზა ჩვენი ცხოვრებისთან მიხედვით მოგვენიჭება ესა თუ ის ნიჭი და საფრთხე ენერგიები. რის გამო ნაწილობრივ მოგახსენეთ აქამდis. მას ესე იგი, ვინც ამ ღვთიურ სინათლეს შეეხო, ძალუց მხოლოდ მათ ძალუց თანაზიარი გახდნენ, რომელიც ადამიანს განაგმრთობს და რომლის მეშვეობითაც ადამიანს ძალუც ღმერთს შეუერთეს. და როგორც იგივე მამა წმინდანებზე სიტყვაში ამბობს, რომ როდესაც ეს მადლი შეეხებათ, როდესაც მათზე იმოქმედებს ეს საფრთხე ენერგიები, თვისობრივად იცვლებიან ეს ადამიანები. მათ ესე ვთქვათ, ზე გრძნობიერნი ხდებიან, სიადამიანები ამ აზრით. ანუ ღმერთს ემსგავსებიან. და ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ამ საფრთხე ნათლით, ხელთუქმნელი ნათლით. ჩვენ მამათაგან შეგვისწავლია ამბობს წმინდა გრიგოლი, რომ ღვთის ენერგია უქმნელია და თავად სახელი ღმერთი, ბერძნულად თეოს, სახელია ენერგიისა. ენერგიას აღნიშნავს თეოს. სახელი მოქმედებისა, მაგრამ ღმერთი არის არა მარტო ენერგია, არამედ ის არის უპირველეს ყოვლისა არსი. და ეს არსი მოვლენს ენერგიებს ესე იგი მოღვაწე ადამიანებს. ეს სიტყვა თავის წარმომავლობას ან ზმნიდან თეი იღებს, რაც ნიშნავს მირბოდე, ანუ სრბოლას ნიშნავს, ან მართო ყველა, ან ზმნიდან აითეინ, რაც ნიშნავს დაწვას, წვას საერთოდ. თავისი არსით ღმერთი ყველა ამ ენერგიებზე მაღლა და არსით იგი ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის მიუწვდომელია. ესე იგი, მის არს ვერავინ მიწვდება, მაგრამ ენერგიებით შესაძლოა წარმოდგენა შეიქმნას და მეტ-ნაკლებად მიუახლოვდეს. საერთოდ თვითონ შემოქმედმა ღმერთმა ჩადო ადამიანში ის როგორც ანგელოზებში სწრაფვა ღმერთისაკენ. ღმერთი რამდენაც არის გარშემოუწერელი და მიუწვდომელი არსობრივად, აქედან გამომდინარე ვერც ანგელოზები და ვერც წმინდანები ვერასოდეს უკუნითი უკუნისამდე საუკუნო ცხოვრებაში საბოლოოდ ვერ მისწვდებიან ღმერთს, მის არსს, მაგრამ თავად პროცესი, ასე ვთქვათ, ადამიანურად ღმერთისაკენ სწრაფვის, ტოლვის არის სიხარულის ნეტარების და მადლის მომნიჭებელი ადამიანის. ესე იგი, ადამიანს მადლზე ენიჭება. აი ჩვენ გვაგონდება მე ჩემთა თავად გამკრა გონებაში ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებიდან, როდესაც ღმერთის დიდება იხილეს, როდესაც საფრთხე ენერგიები შეიძინეს, მადლი გადმოვიდა მათზე, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა ემართებოდათ ამ ადამიანებს. აღქმა, დროის, სივრცის და ასე შემდეგ მათ აღარ ჰქონდათ. ვერაფერს მიწიერს ვეღარ აქვიქვამდნენ. ხორცით იყვნენ, ლეშით ასე ვთქვათ, გვამით დედამიწაზე, მაგრამ სულით ღმერთს მიეწებებოდნენ. და ეს იყო მათთვის ენით გამოუთქმელი სიხარული. ეგ კი არა, მე ბოლო დროს ხშირად მომაქვს მაგალითად, არათუ წმინდანების მაგალითს მოვიყვანდი, საყვარელო ნებისმიერი ადამიანი, თვით არა ქრისტიანიც კი, როდესაც მიდის გარდაცვალების შემდეგ, ეგრეთ წოდებულ მილში გადის, ანუ სანურეთ საცავში. მილის ბოლოში არის მანათობელი არსება, მათი აღწერით, იმიტომ რომ ქრისტიანულ ტერმინოლოგიას ვერ ფლობენ, რადგან არ არიან ქრისტიანები და არ აქვს სწავლა შესატყვისი. თავის სიტყვებით აღწერენ მილის მაგვარი, მილი კი არ გაიარეს, მილის მაგვარი რაღაც ხრუგაი არის. ამ მილის ბოლოში იყო მანათობელი არსება, რომლისგანაც ენით გამოუთქმელი სინათლე, სითბო და სიყვარული გამოკრთოდა. და რა საოცარია, მოყავდა არა მარტო მადლიერებაში ადამიანი ამის მჭრეტელი და განმცდელი, ეს სიტყვა მინდა ვიხმარო, არამედ ესე იგი სინანულში აგდებდა, თითქოს გასაკვირია და აგონებდა თავის სოდვებს. ესე იგი, რას ხდებოდა, რომ მათ მიწიერი ცხოვრების შავს უღალატეს ყველაზე მაღალ კანონს, სიყვარულის კანონს. და ღმერთის სიყვარულია და როცა მიახლებიან ანგელოზთა მიერ ღმერთს, უფალს დიდებისას ისინი გრძნობენ სინანულს, განცდა საკუთარი ცოდვების ენიჭებათ და ტირიან და მოთქვამენ, რომ ღმერთს ღალატობდნენ დედამიწაზე. აი ჩვენს თუნდაც იგივე ეკლესიური ქრისტიანები და ჩვენ მეტად მოგვეკითხება მეტის სიმკაცრით, რადგან ვისაც მეტი მიეცა, მეტის მოეკითხება. აქ ძალიან ბევრი ჩვენთაგანი იქებს თავს, რომ არის ეკლესიური აღსარებელი, მაზიარებელი,
მაგრამ იქ შერწყება ამის გაფიქრებაც კი ღვთიური დიდების წინაშე, რადგან მიხვდება რომ იგი ღირსი არ არის კაცადაც კი რომ იწოდებოდეს ადამიანად. ღვთისაგან არის შექმნილი და ღმერთს უყალატა, ეცრუა მას. ეხლა წარმოიდგინეთ, როცა რიგითი ადამიანი ნებისმიერი აღსარებლობის და სხვა ამას განესთის, რა დიდებაში არიან წმინდანები გახვეული. ეს დიდება, აი ვთქვათ, მოსეზე ნათქვამია ფერიცვალებას ვახსენეთ, რომ დიდებითა თვისითა გამოეცხადნენ პეტრეს და ზებედესებს. მათ თავისი დიდება ვერ ექნებოდა. ამაში იგულისხმება, რომ ეს დიდება მათ მოიპოვეს დედამიწაზე, ღვთისგან მოიპოვეს. იმიტომ რომ წყაროს თვალი ამ სინათლისაც, სითბოსით, სიყვარულისაც და სხვა არის თავად უფალი ღმერთი. მამამძეს ყოველივე მოსამაჩო განშათ ცოცხალთა და მკვდართა. ამიტომ და საშელის ძალაუფლება მისცა რა ადამიანები სამჟაროზე მიიყვანებიან არა მამა ღმერთის, არის არასული წმინდა ღმერთის წინაშე, არამედ ქრისტეს წინაშე. ქრისტეა ყოვლის მყრობელი, რომელსაც მამამა ღმერთმა მიანიჭა მრავალი რამ ხელმწიფება, მათ შორის განშათ ცხოველთა და მას როგორც ღმერთს ეს ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ შეიერთა რა შეურერულად კაცობრივი ბუნება და განაღმრთო, აი ამ გაფრთხილ კაცობრივ ბუნებასაც მიენიჭა ეს ხელმწიფება, მათ შორის განშათ ცხოველთა და მკვდართა და ესე შემდეგ. წმინდანები და ანგელოზები საუკუნოდ უკვე დაუსრულებლად უახლოვდებიან ღმერთს. ანუ ისინი რამადლიც მოიპოვეს დედამიწაზე, იმაზე კი არ ჩერდებიან, თქვენი ადამიანური ენით ვამბობ. არამედ მადლზე იძენენ ღვთისადმი ტოლვის კანონიდან გამომდინარე. ასე განსაჯა უფალმა და ასე გადაწყვიტა. და ეხლა წარმოიდგინეთ, აი წმინდანები მაგალითად აღწერენ 64 როგორი არის, რა განიცადეს. ვერ აღწერენ. ალეგორიულად და სიმბოლურად ცდილობენ გადმოსცემ. მაგრამ რა განიცადეს, ვერ გადმოსცემენ. მე ხშირად მომიყვანია მაგალითად არათუ ესა თუ ის წმინდანები ამა თუ იმ დასისა. თვითმწვერვალი მოციქულების, რომელზეც მსოფლიო მამა და მასწავლებელი ოქროპირი ამბობს, რომ ასეთი როგორც პავლე იყო, არ ყოფილა ცისქვეშეთში ასეთი წმინდანი და არ იქნება ქრისტეს დიდებით დაბრო. ასეთი პავლე სიცოცხლეში იყო რა ატაცებული 64-ში, მიუხედავად იმისა, რომ უგანათლესი იყო ყველა თვალსაზრისი და მადლმოსილი ადამიანი, ვერ შეძლო გადმოეცა ის, რაც განიცადა 64-ში და ბოლოს ეზღა თქვა, ეს ის არის 64, რაც თვალს არ უხილავს ადამიანის, ყურს არ მისვენია, გული ვერ მოიაზრებს. ყოვლად გამოუთქმელი, ყოვლად გადმოუცემელი განცდა და სიტყვება. ესე იგი რისთვის ავართ მოწოდებული და როგორ ცხოვრობ დედამიწაზე. მე ხშირად მithქვავს ბოლო დროს ცხოვრობთ ისე რომ ვეღარც კი ვიტყვით უკვე ცნობილი გამოთქვით რომ პირუტყვივით ცხოვრობს. ამ პირუტყვივით გატყვრა. პირუტყვები ამას არ აკეთებენ. რასაც დღეს ადამიანები აკეთებენ, რომლებიც კიჟინით შეზახიან ღმერთს ლანძღვაგინებით და სიხარულით უახლოვდებიან ეშმას, რომელსაც უფალმა უთხრა, აი ეგ არის თქვენი მამა. მაგრამ რასაც რამდენად დიდი ნეტარება ანგელოსა და წმინდანთათვის სასუფეველში, იმდენად დიდი სატანჯველია უნანელი ცოდვილებისთვის ჯოჯოხის. თქვენ მიაქცეთ ყურადღება ყოველთვის ვამბობ, არ უბრალოდ ცოდვილებისთვის, არამედ უნანელი ცოდვილებისთვის. ყველა ცოდვილები ვართ, მაგრამ დაგვისახავ გზა გადარჩენისა. სინანული შეინანეთ, რამე თუ მოახლებულ არ სასუფეველი ცათაი. ამით იწყო ნათლისეველმა წინამორბედმა ქრისტესი ქადაგება და ღაღადისი და ამითვე იწყო საზოგადოებრივი მოღვაწეობა ქრისტე ბაცხვარმა ჩვენმა. ეს არის დასაბამი და განსრულება არის საფრთხო ენერგიებით შემოსვა, ესე ვთქვათ, ადამიანისა. მას თავისი არსით ღმერთი ყველა ამ ენერგიებზე მაღლა და არსით იგი ნებისმიერი ცოცხალი არსებისთვის მიუწვდომელია. თუმცა კი ენერგიებით შესაძლებელია ღმერთის თანაზიარი გახდე, ანუ მასთან კონდეს ურთიერთობა. წმინდა მღვდელმთავარი ბასილი დიდი ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ღმერთზე ვლაპარაკობთ, ღმერთს შევიმეცნებთ მისი ენერგიების სწავლობით, ანუ სწავლება საფრთხო ენერგიებზე არ არის ორიგინალური სწავლება გრიგოლ პალამასი. ბასილი დიდი იყო მეოთხე საუკუნის წმინდა მამა,
გრიგოლ პალამამ მე-14 საუკუნის გვიანდელი შუა საუკუნეების მთელი 10 საუკუნე იყო მათ შორის. ანუ ეს არ იყო წმინდა გრიგოლის ორიგინალური სწავლება, არამედ ეს სწავლება მან მოიღო წმინდა მამებისგან, როგორიც არის მაგალითად ბასილი დიდი აცხსენებული. ამას იქით მოიყვანს ციტატას მაქსიმე აღსარებლე, რომელიც უდიდესი ღვთისმეტყველია. ძნელმი სახვედრი სწავლება აქვს. უმეცართათვის, რა თქმა უნდა, და ვინც ღვთისმეცნიერებისგან ძალზე შორს ადგას. ასევე ეს სწავლება მან მოიღო წმინდა ათონელი მჭვრეტელი მამებისაგან. ანუ როგორც ესეთი სწავლება საქმო ენერგიებზე არსებობდა, წმინდა გრიგოლ პალამამ განსაკუთრებული სისტემატიზაცია თუ შეიძლება თქვას მოახდინა, მოაწესრიგა ეს სწავლება, ერთ სისტემად ჩამოაყალიბა. მაშინ ესე იგი ბასილი დიდი რას ამბობს? ხალხს უსვამს, რომ ჩვენ ღმერთზე ვლაპარაკობთ, ღმერთს შევიმეცნებთ მისი ენერგიების წყალობით, მაგრამ ამასთან არ ვამტკიცებთ თითქოს და მის არს უახლოვდებით, რომელიც ამ ენერგიათა მიზეზი არის. ამ დაახლოებით უახლოვდებით, მაგრამ ეს დაუსრულებელი პროცესი არის, მარადიული. სულიერი ნიჭი, რომელიც წმინდანებში გიეს ღმერთმყოფელი და უქმნელი მადლია. ღვთისმინდანთა ამ გამოცდილებაში ჟღავდება მისი ყოფიერება, ანუ ღმერთის ყოფიერება და ენერგიების არსებობის. ისინი, რომელიც ღმერთთან ურთიერთობას, ანუ ზიარებას, ამგვარი სულიერი ურთიერთობის გზით არიღებენ, ისინი მასზედაც უმეცნებაში დარჩებიან, რომ იგი, ანუ ღმერთი არის. და ვინც ამ გზას არ მისცემს, არათუ ენერგიებზე არ შეექმნება წარმოდგენა, არამედ თვით ღმერთზეც კი მას არ ექნება წარმოდგენა, მეცნიერება, ანუ ღვთისმეცნიერება და რწმენა ღმერთში. ღვთისკაცნი აღამაღლებენ რა თავიანთ სულებს საქმო ენერგიათა ღვთიურსა და უგდავ სხივებთან, მას ემსგავსებიან. ყოველგან მყოფი სულიწმინდის მოსვლა სხვა არ არის რა თუ არა მისი გამოცხადება შორის წმინდანთა, რომელთა შორისაც იგი საიდუმლო სახით მჟღავდება. თუმცა არის შემთხვევები, რომ აშკარადაც ეტყობა წმინდანებს, რომ მადლით მოსილნი არიან. იგივე გრიგოლ პალამა. ხშირად როდესაც მისი თანამედროვენი გადმოგვცემენ და საეკლესიო ისტორია და მისი ცხოვრების აღწერელი, როდესაც წმინდა გრიგოლ პალამა ქადაგებდა და მათ შორის ხელთუქმნელ ნათელზე საქმო ენერგიებზე, მისი სახე ენით გამოუთხელი ნათლით იფარებოდა და ამას 1 და 2 როდი ხედავდა მრევლში, თუმცა არა ყველა, თავისი განწმენდის და ყვალობაზე. ასევე ხდებოდა მაგალითად ჩვენი მამის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც, როგორც კი წმინდა გრიგოლ ხანძთელთან. და არათუ მისი სახე ნათდებოდა, სენაკიც კი, რომელშიც ის ვთქვათ ლოცულობდა, ნათდებოდა და ერთხელ და ორჯერ თავდაპირველად ბერებს ეგონათ, რომ ცეცხლი გაუშვა და სირბილით გაიქცნენ და ნახეს, რომ მისი პირის სახიდან გამოდიოდა ეს საღვთო ნათელი. ასევე ვკითხულობთ სერაფიმ საროველის ცხოვრებაშიც, რომ მსგავს რამ დიდებას შორეთდა მისი მორჩილი. და არაერთი წმინდა მამა იყო ასეთი. ყოველგან მყოფი სულიწმინდის მოსვლა სხვა არ არის რა თუ არა მისი გამოცხადება შორის წმინდანთა, რომელთა შორისაც იგი საიდუმლო სახით მჟღავდება. მადლის ეს გამოცხადება და სულიწმინდის ენერგიისა ოდენ წმინდანთა შორის ხორციელდება. არა ცოდვილებში, არამედ წმინდანთა შორის ხორციელდება. საერთოდ სერაფიმ საროველი გვასწავლით ჩვენ გახსენებული, რომ ქრისტიანული ცხოვრების აზრი არის სულიწმინდის მადლის მოპოვება, რომლის გზითაც ადამიანი ღმერთს ემსგავსება, ანუ განიღმრთობა. ეს განღრთობა იწყება დედამიწაზე, მაგრამ ის არ სრულდება მარადისობაში. ადამიანი მადლით ხდება ღმერთი. სწორედ ეს იგულისხმა უფალმა, როდესაც თავის განკაცებამდე საუკუნეებით ადრე თავის მამას, რომლის მოდგმაშიც მოვიდა, დავით წინასწარმეტყველის პირით თქვა: სამეგეთქვით თქვენ ღმერთები ხართ. ხოლო თქვენ ვითარცა კაცნი წარს მოსყდებით. ესე იგი, ადამიანი შექმნილია, რათა პოტენციურად ღმერთი შეიქმნას. ადამიანად შექმნა, მაგრამ მოუწოდა, რომ ღმერთს დაემსგავსოს. მაგრამ რამდენადაც ადამიანს მადლის გარეშე ეს არ შეეძლო, ხოლო მადლი კი პირველ მშობლებმა ადამ და ევამ დაკარგეს ურჩევნით სამოთხეში და თავად სამოთხეში დაკარგეს, ამიტომ ერთი სამებისაგან ძევთისა გარდა მოხდა დედამიწაზე სულისაგან წმინდისა მარიამ ქალწულისაგან, რითაც შეერთა რა შეურევნელად განაღთო მეხსაშინა კაცობრივი ბუნება.
და თავისი მსთელი ვნებებით გვასწავარა მანამდე საფრთხო სახარება და ცოცხალი მაგალითების მოგცა სარწმუნოების, რომელსაც ის ქადაგებდა, საბოლოოდ ებდო ეწამა და ამით თავისი მსთელი ვნებებით გამოგვითხოვა მადლის სული წმიდისა. ეს ის მადლია, რომელიც ერთმა მესამედმა ზეციურმა ძალებმა, რომლებიც სატანად და სიმნელის ანგელოზებად გარდაისახნენ ამის მერმედ, დაკარგეს. დაკარგული მადლი, ასე ვთქვათ, მოგვანიჭა ჩვენ და არათუ უბრალოდ ანგელოზის სიმაღლეზე აბზია იყვნენ ანგელოზები, ლუციფერი და სხვები და დაკარგეს თავიანთი ანგელოზური სიმაღლე, არამედ უფრო მეტი მოგვანიჭა. კერძოდ რა? ღმერთი გავხდით მადლით. ანგელოზებმა დაკარგეს მადლი, ხოლო ჩვენ ამ მადლით განვიღმრთენით. მოხდა ჩვენში თეოზისი, გაღვთობა. სულიწმინდის ეს ღმერთმყოფელი ნიჭი არის ღვთის სასუფეველი. წმინდანები უკვე დედამიწაზე იყვნენ სასუფეველი. სასუფეველი არ არის გეოგრაფიული ადგილი, არც 64, არც 105, არ არის მასში მრავალი ადგილი განირჩევა, როგორც უფალი გვასწავს, ადგილე მრავალ არის სეციური მამის სახლში, მაგრამ სასუფეველი, როგორც ჩვენ გახსენებული ბასილი დიამოს, ეს არის სულის ნეტარი მდგომარეობა. და რამდენადაც მათ საფრთხო ენერგიები უკვე მიიღეს წმინდანებმა და საფრთხო ნიჭი და მადლი, დედამიწაზე უკვე იყვნენ სასუფეველში. პირდაპირ გაგებითაც კი იყვნენ. არაერთი წმინდანის ცხოვრებიდან შემილია მოვიგონო, რომ დედამიწაზე იხსოდნენ, ხოლო ღამღამობით დამაშრალნი და დევნული და შეურაცხყოფილი 64-ში იყვნენ ღმერთის ნადელი და იქ ითქვამდნენ სულს, ხოლო შემდეგ კვლავ დედამიწაზე ბრუნდებოდნენ. ვინ სულით იყო მხოლოდ და ვინ ხორცთა შინაც. ეს არის დიდი საიდუმლოება. რამდენადაც ჩვენ ძალზედ უმეცრები ვარ და უნანელი ცოდვილები, მოდით, რასაც მე შევცდებით, შევეცდებით, ჯერჯერობით თავი ვანებოთ ღვთიური საიდუმლოების შრეკას, რადგან ეს ღმერთს არისხებს. როდესაც გულგანუწმენდელი ადამიანი მაღალ სულიერ საგნებზე იწყებს ლაპარაკს. რამდენადაც წმინდა გრიგოლ პალამა უკვე მიაღწია ამ ნეტარ მდგომარეობას და მიიღო საფრთხო ნიჭები ღვთისაგან, ამდენად შეგვიძლია ვიკითხოთ მისი სწავლება, მისი სიტყვები. მას სულიწმინდის ეს ღმერთმყოფელი ნიჭი არის ღვთის სასუფეველი. ეს სასუფეველი დაუსაბამო და უქმნელია. ვამბობთ რა, რომ ადამიანი განიღრთობა, სწორედ ეს გვაქვს მხედველობაში. შესაძლებლობა ადამიანისთვის შევიდეს ღვთის სასუფეველში, რომელიც დედამიწაზე იწყება როგორც უფალი გვასწავლის. ამ და პირველყოვლისა ეს სასუფეველი ადამიანს აქვს, განწმენდილ ადამიანს გულში, რომელსაც უფალმა ერთ-ერთ ქადაგებაში საუნჯე უწოდა და ლოცვას როცა გვასწავლი და გვიბრძანა, როდესაც გსურს ლოცვა, ანუ ღმერთთან შემოქმედთან საუბარი, შევედ საუნჯესა შენსა დაახშკარი, ანუ დაიცხრე ვნებები და ელაპარაკე შენ შემოქმედს. ჩვენ ლოცვაზე გვამით მდგავართ, გული დახურული გვაქვს, ან ღია ყოველ შემთხვევაში და აფსებული არაწმინდა ზრახვებით, ფიქრებით, აზრებით და ასე შემდეგ. რაც არის გარეგანი ლოცვა, რომელიც ცოდვად შეგვერაცხება უფრო ვიდრე სათნოებად. ამ სასუფეველს ზიარებულ ადამიანთა ცხოვრება ყოველგვარ წოდებასა და ყოველგვარ მეცნიერებაზე მაღლა დგას. რაც არ უნდა უწოდოთ. წმინდანთა 900 არსებობს ეს, ღვთისმშობელი მარიამი, პირველყოვის ნათლისმცემელი იოანე, წინასწარმეტყველი, მოციქული, მღვდელმთავარი, მოწამენი, ღირსი, ღმერთშემოსილი, უეცხვანი და ესე შემდეგ, მაგრამ ყოველგვარ წოდებაზე მაღლა დგას სასუფეველთან ზიარებული ადამიანები, ვერაფერს ვერ დაარქმევენ. ქრისტემ უწოდა მას უკვე სახელი ღმერთი, მადლით ღმერთი. წმინდა მაქსიმე აღსარებელი აღწერს ამ არადისობის რეალობას, ამბობს: ყოველივე უკვდავი, როგორც თავად უკვდავება, ყოველივე ცოცხალი, როგორც თავად სიცოცხლე და ყოველივე სათნო, როგორც თავად სათნოება და ყოველივე არსებული, როგორც თავად არსებობის უნარი, ცხადია ღვთისაგან წარმოსდგა. აი ყოველივე ის რაც ჩამოვთვალეთ. შემოქმედი ყოველგვარი სიცოცხლისა და უკვდავებისა, სიწმინდისა და სათნოებისა არის ღმერთი. რამდენადაც იგი ყოველივეზე მაღლა დგას და რაც კი შეიძლება გამოთქვა და გაიაზრო. მას ყოველივე აქ გადმოცემული თქვენთვის შედეგია ჩვენი კანონიერი მოვალეობისა, ჩვენი სულიერი მამების წინაშე და მათდამი პატივისცემისა.
შვილების ესე იგი ჩვენი ვალია რომ პატივი მივაგოთ ეგრეთ გავრთობილ ადამიანებს, ანუ წმინდანებს. შვილების ეს პატივისცემა და მადლიერება მამებისადმი აუცილებელია. სულიწმინდა ჩვენი მამები წმინდანები რომ შექმნა, ჩვენს განგვაწყობს მადლიერებისათვის და ვალის მიგებისათვის. ჩვენ მას მივაგებთ, ვამცნებთ რა ჭეშმარიტებასა და რწმენას მასა და უზეშთაეს მანაში, რომლის არ დიდება პატივი და თაყვანისცემა ხოლო ჩობილი ძით და სული წმიდით აზდამ არადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ. ეხლა ზოგიერთმა შეიძლება იკითხოს, მამაო, ბევრი ვერ გავიგე, ესე იგი რა არის წმინდა, როგორ არის და ამ შემდეგ. ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ყველა გავიგეთ ის, რომ ვართ სოდვილები. ჩვენ არ ვართ ამგვარ მდგომარეობაში მოყვანილი. ესე იგი, ჩვენ ჩავიგდებთ თავს ხიბლში. ვეცადოთ პირველ ყოვლისა შევინანოთ გულწრფელად ჩვენი ცოდვები და შეუდგეთ იმ საფრთხო გზას, რომელიც სწორედ ამ წმინდა მამების მიერ და პირველ ყოვლისა თავად ქრისტე იესოს მიერ გვასწავა უფალმა ღმერთმა. ამენ.